ზვიად ცეცხლაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ 7 დემონსტრანტის პროცესზე დაზარალებული სპეცრაზმელის დაკითხვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. პროტესტი გამოიწვია სპეცრაზმელის განცხადებამ, რომ არ უნახავს და არ სმენია სამართალდამცავების მხრიდან დაზარალებულ აქციის მონაწილეებზე და მხოლოდ პოლიციელები ნახა დაშავებული. ლაშა გელაშვილმა თქვა, რომ ფეხის დაზიანება 30 ნოემბერს აქციაზე მიიღო, თუმცა ვინესროლა ქვა ვერ დაინახა. ხედავთ ძალიან კარგად, რამდენად ცრუ მოწმეები მოყავს პროკურორებს. აი, არაფრის მთქმელი, არანაირი არც ერთის დამამტკიცებელი არაფერი არ მოაქვს. რა 22 აგვისტომდე გადაიტანეს ეს პროცესები და ვნახოთ ერთი რა იქნება. მე ვფიქრობ, რომ ვიღაცას ალბათ მოძებნიან და მოიყვანენ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იცი რა არის, აღარ მოდიან მოწმეები. ამ დრომდე ბრალდების ხარის არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა ზვიად ცეცხლაძის და მათი ამავე საქმეზე სხვა დანარჩენი ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას. რჩება რამდენიმე მოწმის გამოკითხვა, არაერთი მოწმის გამოკითხვა და ასევე ის ძირითადი ვიდეო მასალა, რომელიც Facebook გვერდით აფიონიდან იქნა აღებული, მისი გამოკვლევის შემდეგ მიგვაჩნია, რომ სასამართლოს შეექმნება წარმოდგენა შტაბის დილება, რომ ეს არ იყო ძალადობრივი მოწოდება, ეს იყო თავდაცვითი ხასიათის მოწოდება.